მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გვექნება გაშლა შენი ცხოვრების რომელ სფეროში იქნება ესეთი მნიშვნელოვანი, როგორ ვთქვათ, მოვლენა, ხო? როგორ მნიშვნელოვანი, ესეთი მნიშვნელოვანი ნახტომი რომელ სფეროში იქნება ამ დღეების განმავლობაში, შენი ცხოვრების რომელ სფეროში, ხო? ну ამ ვიდეოს სახელ მოვლენებით მოვიფიქრებ და ან ვიფიქრებ, მაგრამ ზოგადად ეს თემა გვექნება დღეს გაშლის, ხო? იქნება სამი პოზიცია, პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია და მესამე პოზიცია. ხო, ამ დღეების განმავლობაში სულ მინდოდა რაღაც გაშლის ჩაწერა, მაგრამ ძალიან ბევრი სესიები მქონდა და ბედის მატრიცის ანალიზებიც. ამიტომ ხო, ჩავწეროთ ახლა. ასევე სანამ ჩვენ ვსამებრ, სანამ დავიწყებთ გაშლას, მინდა შეგახსენოთ, რომ არ დაგავიწყდეთ, რომ ეს გაშლა არის საჯარო. ვისაც უფრო მეტად კონკრეტულად უნდა თავისი ინდივიდუალური სიტუაციის განხილვა და ინდივიდუალურად პასუხის მიღება, ხო? რაღაც რჩევა თუ პასუხი, ამასთან დაკავშირებით გირჩევთ ინდივიდუალურ ტაროს სესიას, იმიტომ რომ საჯაროში შესაძლოა იპოვოთ რაღაც მინიშნებები, რჩევები, მაგრამ ეს არ იქნება ზუსტად თქვენი кейსი, ხო? კარგი, ესე იგი პირველი პოზიცია თქო, სამი პოზიცია იქნება, როგორც ვთქვი, პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია და მესამე პოზიცია, ხო? აირჩიეთ დასტა. აირჩიეთ ის დასტა, რომელიც უფრო მოგწონთ, ინტუიციას მიყევით, ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება, შეუძლია ვიდეო დააპაუზოს და შემდეგ შემოგვერთოთ. ჩვენ კი დავიწყოთ პირველი პოზიციით. აბა ვნახოთ, რომელ სფეროში იქნება ესეთი მნიშვნელოვანი რაღაც ამბები. რომელ სფეროში უფრო გაიღვიძებს ენერგია, რომელი სფერო უფრო აყვავდება, ხო? რომელი სფერო აყვავდება, ეს კაი სახელია დაწვისთვის. რომელი სფერო აყვავდება. კარგი, დავიწყოთ პირველი პოზიციით. ჩამოვთვლი ახლა ამ სფეროებს და მაღალი არკანით მაჩვენოთ რომელი სფერო აყვავდება, რომელ სფეროში იქნება აყვავება ამ დღეების განმავლობაში. სასიყვარულო ურთიერთობები, თვით განვითარება, ჯანმრთელობა ფიზიკური, მენტალური, კარიერა, სამსახური, ფინანსები, თუ ყველა სფერო, არა, რუტინა, იყოს ასე ყველა სფერო ერთად, ხო? აი ასე იყოს. დავიწყოთ. მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება აქ საკუთარ თავთან დაკავშირებით, ხო, უფრო ისეთი თვით განვითარების თემები. კარგი. ნახოთ, სასიყვარულო, თვით განვითარება, რაღაცების გადაჭრა, ჯანმრთელობა მშვენიერი, ვისთვისაც აქტუალურია ჯანმრთელობა, აქ ძალიან კარგი იქნება, კარიერა, სამსახური, რაღაც ახალი, ფინანსები, რუტინა, ყველა სფერო ერთად. ну აქ ორი სფერო იქნება ესეთი წამყვანი, მე ვიტყოდი. ორი სფერო იქნება აქ წამყვანი. კარგი, პირველი სფერო რუტინა. ну ხო, რუტინაში იქნება რაღაც სიახლეები, სასიხარულო ამბები, ოკეი. და მეორე სფერო რომელი იქნება აქ? ეს იქნება სასიყვარულო, ეს იქნება თვითგანვითარება, ეს იქნება კარიერა, სამსახური, არა, თუ ეს არის ესე იგი მოიცა. კარიერა, სამსახური კი არა, კარიერა, სამსახური აქ ჯანმრთელობა, თუ ფინანსები, ყველა ერთად არა, ну ორი სფერო, ისე ორი. აქ იქნება ესე იგი რუტინა და ფინანსები, ხო? რუტინა და ფინანსები იქნება აქ და ისე ორი ამოვივი და რუტინა, ესეთი ყოველდღიურობა და ფინანსები. ოკეი, ნახოთ. ნახოთ, აბა ფინანსებით დავიწყოთ. ფინანსებში აბა რა მნიშვნელოვანი მოვლენები ამ დღეების განმავლობაში, ხო? ამ დღეებში უგულისხმობთ მეგობრებო, ну მაქსიმუმ 15 დღეს, მეც არა, ხო? მაქსიმუმ 15 დღეს. ვიდეოს ყურებიდან, ნახვიდან დაიწყება ეს მოვლენები. კარგი, ფინანსები, ესე იგი, ფინანსებში რა მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება აქ?
და ესეთი მნიშვნელოვანი იქნება ფინანსებში. მშვენიერი ფინანსები. აქ ისეთ ფინანსებზეა საუბარი, რაზეც ოცნება უნდა პირველი პოზიცია. ან რასაც შეენატყო და როგორც უნდათ, ანუ აქ აშკარად ფინანსური მდგომარეობა პირველ პოზიციას უეჭვად გამოუსწორდება. აქ, არ ჩვეულებრივი ფინანსური მდგომარეობა, ხო? თუ ახლა მაგალითად ვინმე ვინც პირველ პოზიციას უსმენს განიცდის რაღაც გარკვეულ ისეთ წინააღმდეგობებს მის ფინანსებთან დაკავშირებით, იცოდეთ, რომ აი მაქსიმუმ ამ 15 წლის განმავლობაში პირიქით შეძრადება სიტუაცია და ის იქნება ის, რომ აუცილებლად ყველაფერი ისე იქნება, როგორც გინდათ ახლა. აქ ძალიან გამართული ფინანსური ფონია, ხო? აი ძალიან კაი თანხები, სტაბილური თანხები, ისეთი თანხები, რომ აი შეგიძლიათ ვიღაცებს შევეძლებათ კიდეც ეს თანხები რაღაც თავის იდეების განხორციელებისთვის გამოიყენონ, ან რაზეც უცნობდნენ, სულ ის გააკეთონ. აი ასეთი აქ თანხებზეა უფრო. კარგი, ეს ასეთი თანხები აქ თვითონ პირველი პოზიცია გამოიმუშავებს, მიიღებ რაღაცნაირად ამ თანხებს მოიძიებს ხო თუ რაღაც დაეხმარება მაგალითად. აქ ვიღაცა ეხმარება პირველ პოზიციას. პირველი პოზიცია თვითონაც რაღაცას აკეთებს, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ აშკარად იგრძნობა, რომ ვიღაცა რაღაცნაირად აქ ფინანსებში გეხმარებათ, ხო? ოკეი, რას მოუტანს ეს მნიშვნელოვანი სიახლეს, სიხარულს, ახალ შესაძლებლობებს, ხო? ბუნებრივია, ვიცით ყველამ, რომ ფული არ არის მთავარი წამყვანი მომენტი ჩვენს ცხოვრებაში და არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მანდ-მაინც ფულზე და მატერიაზე, თუმცა სამწუხაროდ ისეთ პირობებს ქმნიან განსაკუთრებით საქართველოში ისეთ პირობებს ქმნიან და უქმნიან ადამიანებს, რომ სხვა გზა არ რჩება ადამიანს გარდა სული ფიქროს იმაზე, რომ აი ახლა ფული გქონდეს, რაღაცებს შევწვდები, რაღაცებს გავაკეთებდი და თვითრეალიზებას რთულად ახერხებენ ადამიანები ისეთ სოციუმში, როგორც არის საქართველოში, ხო, იმიტომ რომ ძალიან რთული ეკონომიკური მდგომარეობაა და საერთოდ ყველა კუთხით რთული მდგომარეობაა. ამიტომ ხო, რა თქმა უნდა, აქ ადამიანებს უფრო მეტად სურვილი აქვს, რომ ეს რაღაც ფული შესაძლებლობა გქონდეს, რომ რაღაც ახალი გააკეთოს, ხო? ახლა ხშირი არის, ბევრი ადამიანი მყავს, ბევრი გამომწერი მყავს, ვინც საქართველოში ახლა არ იმყოფება, ხო? და ანალოგიურად, რა თქმა უნდა, ეს იმას მიანიშნებს, რომ ვისაც გქონდა აქ სურვილი, რომ არა ახლა ფულს ვიშოვე, ახლა ფული მექნება, ან ნეტა მქონდეს ახალი შესაძლებლობები, ან ნეტა მქონდეს უფრო მეტი შესაძლებლობები, რომ რაღაც თანხები, რომ რაღაც გავაკეთო, განვახორციელო იდეა, ან ოცნება, რაღაც, ხო? ბუნებრივია ყველასთვის ინდივიდუალური ახლა ვინ რაზე ოცნებობდა, მაგრამ აქ ამაზე ზუსტად საუბარი, რომ აი ეს ენერგიული გამოღვიძება თქვენს ფინანსურ სფეროში დაგეხმარებათ და მოგიტანთ, ზუსტადაც რომ მოგიტანთ იმას, რომ ექნებათ, გაგიხსნებათ საერთოდ ახალი შესაძლებლობები, აი ნებისმიერი რამე, ვისაც რა სურს აქ, აი ასე ვიტყვი, ხო? აი ძალიან და მართლაც სასიხარულო იქნება აქ ეს ამბავი. კარგი, რჩევა, აი ამ ფინანსებთან დაკავშირებით. რჩევა. აქ ფრთხილად იყავით, რომ ვინმემ არ მოგატყუოთ, ხო? ხო, ვინმემ იყავით, რომ ვინმემ არ გაგაცუროთ და ვინმემ არ მოგატყუოთ თქვენ ფინანსებთან დაკავშირებით. და რჩევა უფრო აი ამაზე არის, რომ ფრთხილად რომ ვინმემ არ მოგვატყუოს, ან არ გაგვაცუროს, ხო? ვიყოთ ყურადღებით ფინანსებთან დაკავშირებით, ფინანსების გადინებასთან დაკავშირებით, გამომუშავებასთან დაკავშირებით, ხო, ვიყოთ ყურადღებით. კარგი. ეს რაც ეხებოდა ფინანსებს. ნახოთ ახლა რუტინა, ხო? ბუნებრივია აქ თუ ფინანსებია, რუტინაც ხო ჩართულია. კარგი, რუტინულ ისეთ სფეროში, ხო, რაღაც ყოველდღიურობაში. რა მნიშვნელოვანი ის იქნება აქ მომენტი, რატომაც აჩვენეთ რაღაც ენერგიული გამოღვიძება ამ რუტინის სფეროში, ხო? რა იქნება ეს? აქ რო იყო პრობლემები და სირთულეები და ბევრი ფიქრები იმასთან დაკავშირებით, რომ აი რა სიტუაცია, რა მდგომარეობა ახლა და თითქოს აი განუწყვეტლივ იყო რაღაც ასეთი ყოველდღიურობა, სადაც არც ისე ბედნიერად, არც ისე არსებულად გრძნობდა პირველი პოზიცია თავს, ხო? აი ეს იცვლება აქ და იცვლება აი ამ ფინანსების გამო თუ რაღაც კიდე სხვა მიზეზების გამო. ფინანსების გამო, სხვა მიზეზების გამო იცვლება. კარგი. მაშინ მაჩვენეთ ეს მიზეზები, რატომაც ხდება აქ ასეთი.
ხდება დაღწევა ამ სირთულეებს და პენტაკლების მეფე აქ პიროვნება თუ სიტუაცია? სიტუაცია პიროვნებასთან ერთად, სიტუაცია. სიტუაცია პიროვნებასთან ერთად. ეს პენტაკლების მეფე წარმოადგენს მამაკაცს თუ არა? არა, ეს თვითონ პირველ პოზიცია. ხო, ეს თვითონ თქვენზე არის, თქვენს ოჯახზე, თქვენს რუტინაზე, ხო, ვისაც ყავს ბავშვები მაგალითად, ესეც ხო, ვისაც ბავშვები არ ყავს და აქტუალური არ არის საკითხი თქვენთვის, მაშინ ეს თქვენი ყოველდღიური საკითხია, ხო, აი მაგალითად გავეღვიძე, გავაკეთე ეს და რაღაც პრობლემები იყო რუტინასთან დაკავშირებით, ან ყოველდღე ვიღვიძებდი და რაღაც არ ვგრძნობდი თავს კარგად, ან დეპრესია მქონდა, ან სტრესი მქონდა, ან უბრალოდ რაღაცა, აი ის პირობები არ მომწონდა როგორც ცხოვრობდი რანაირადაც და აქ მექნება რაღაც ცვლილებები, ხო? ნუ ბუნებრივად თუ ფინანსებში ცვლილებებია, აქაც რუტინა სხვანაირდება, ხო? რა, ოკეი. რა ცვლილებებს მოიტანს აი ეს მდგომარეობა აქ რაც ხდება? იდეებს, ნუ აქ გადაადგილება, სხვათა შორის აქ შესაძლოა იყოს გადაადგილება, სამყაროს მიმართ უფრო გახსნილობა, მოგზაურობა, გადაადგილება, შეიძლება ვიღაცები სადღაც წავიდნენ, ხო? ესეც რაღაც იდეის მოტანა, რელაქსი, მაგრამ ამავდროულად აი რაღაცის გადაჭრა არის აქ, ხო? ეს რაღაც რუტინულ საკითხში რაღაც გვარდება და უმეტესობისთვის ეს იყო რაღაც ფულთან დაკავშირებული მოვლენები, ხო? პირდაპირ ისეთი კარტი არის აქ. ოკეი, კარგი, რა უნდა იცოდეს ამ სიტუაციასთან დაკავშირებით პირველი პოზიცია? რო არ იღელოთ და ნუ გამოვაჩინეთ, რო ჩანდეს. რო არ იღელოთ და იცოდეთ, რომ აი ეს სიახლე და ეს უცაბედი სასიხარულო მოვლენა აი ძალიან მალე მოხდება, ესაა მოხდება, ხო? და თქვენი არჩევანია მხოლოდ ახლა რა კუთხით, როგორ და რანაირად განაგრძობთ თქვენს ცხოვრებას და გააგრძელებთ, ხო? ასე რომ ესეც გვახსოვდეს აქ, მაგრამ აქ მართლა სასიხარულო ამბები არის ფინანსებში და რუტინულ საკითხებში. ცოტა ისეთი შესაძლოა ვიღაცამ თქვა, ამოსაწყენი საკითხებიაო, მაგრამ მაინც რაღაც სასიხარულო ამბავია, ხო? და ეს ცოტა არ არის აქ ფინანსებში ძალიან კარგი კარტები ამოვიდა. რჩევა, პირველ პოზიციას აქ რჩევა. თავისუფალი ნება. გამოდი შენი კოკონიდანო, გამოდი აი შენი კომფორტული ზონიდან, სხვანაირად რო ვთქვათ, გამოდი შენი კომფორტული ზონიდან და გამოიჩინე თავისუფლება, გამოიყენე უბრალოდ ის თავისუფლება, რაც გაგაჩნია და გააკეთე ის, რაც გინდა, ნუ შეშინდები, ხო? ვიღაცის გამო, რაღაცის გამო არ შეშინდეთ, გააკეთე ის, რისი გაკეთებაც გინდოდა. და პლუს აქ ფინანსებით გექნებათ და ამის შესაძლებლობაც იქნება. მეტი რა უნდა ხო ადამიანს თითქოს და ასე რომ წარმატებებს გისურვებთ აქ, ვისაც სურვილი გაქვთ ინდივიდუალურ ტარო სესიაზე ან ბედის მატრიცა შეუკვეთოთ ჩემთან, ჩემი ნომერი მითითებულია ვიდეოს ქვემოთ, ასე რომ შეგიძლიათ დამაფოლოვეთ Instagram გვერდზე, იქ ძალიან ბევრ ვიდეოს რილს ვკითხავ ბედის მატრიცასთან დაკავშირებით, ტაროსთან დაკავშირებით და ზოგადად ეზოთერიასთან დაკავშირებით. მადლობა პირველ პოზიციას. გადავიდეთ მეორე პოზიციასთან. მივესალმეთ მეორე პოზიციას, ვინც ახლა შემოგვერდდა და ვნახოთ რომელ სფეროში იქნება აქ ესეთი მნიშვნელოვანი ცვლილება. კარგი, ვნახოთ რომელ სფეროში, მეორე პოზიციის რომელ სფეროში, მაღალი არკანით მაჩვენეთ რომელ სფეროში იქნება მნიშვნელოვანი ემოციური, ენერგიული გამოღვიძება და ცვლილებები. სასიყვარულო, ჯანმრთელობა, ფიზიკური, მენტალური, თვითგანვითარება, კარიერა, ფინანსები, რუტინა, რაღაც ყოველდღიური საკითხები თუ ყველა სფერო ერთად. სასიყვარულო, ჯანმრთელობა, თვითგანვითარება, კარიერა, ფინანსები, ოკეი, ნუ ფინანსებზე აქ ყველასთან საუბარი მგონი. რუტინა, თუ ყველა სფერო ერთად. არა, ყველა სფერო ერთად აქ არ არის. აქ არის ფინანსები, აქ ფინანსებზე გვექნება საუბარი. ხო, ნუ ფინანსები.
რა ვქნა, ხო? ბევრს შესაძლოა არ დაინტერესოს, იმიტომ რომ ხშირად ხოლმე არ უყურებენ ფინანსებზე გაშლას და უყურებენ მხოლოდ რაღაც სასიყვარულო სფეროზე გაშლას და ну, რა ვქნა, რაც არის ეს არის, ხო? რაც ამოვიდა, იმაზე ვსაუბრობთ. ფინანსები ამოვიდა აქ მეორე პოზიციას, ხო? ფინანსებში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება, ასე რომ ვთქვათ. კარგი, ну, რატომ ამოვიდა ფინანსები, ხო? რა იქნება ისეთი ფინანსებში? რა იგეგმება აქ ფინანსებში? მეორე პოზიციის ფინანსებში. ფული. სულ ფული იგეგმება, ანუ სულ რა სამი კარტი ამოვიდა და რა კარტია თან? ფული. აქ მოსალოცი აქვს მეორე პოზიციას, აქ არ ვიცი რა ხდება, ჯეკპოტს იგებს თუ რა ხდება, მაგრამ ფული. ფული და ფული. ну, რა დავამატო აქ? რაღაცა მოგცემთ ფულს, თქვენ იპოვეთ ფულს, მიიღებთ ფულს, გამოიმუშავებთ ფულს, არ ვიცი, მაგრამ ფული. ესე იგი ფულს მიიღებს. კი ბატონო, კიდე პენტაკლი, ხო? კიდე პენტაკლი. სულ პენტაკლი, კი. და თავარი რატომ ეს უცაბედად მოხდება, ხო? შესაძლოა თქვენ ამას არ ელოდებოდეთ, ხო? რაღაც, ასე მიგიხარიათ, მიდიხართ, ლა და უცებ ფული. და ამ ფულს ეს როგორ ხდება, ხო? ну, მე მგონი მართლა ჯეკპოტს იგებს აქ მეორე ფულს. რაღაც უცაბედად ხდება, აი, როგორ თქვა, ისეთი ძალები, ზემო ძალები, ხო? ზემო ძალები სამყარო გჩუქნით ამ შესაძლებლობას, ასე რომ ვთქვათ. აი, ასე არის აქ უფრო მეტად. კარგი. კარგი. რას მოგიტანთ? სიხარულს. ძალიან დიდ სიხარულს და მატერიალურ გამოსვლას აქედან. ხო, გამოსვლას რაღაც პრობლემებიდან, ეგრევე სიხარულში გადასვლა, ეგრევე ყველაფერი კარგად ამაქვს, რაღაც საკითხების დახურვა, მოგვარება. ну, ერთი სიტყვით აქ სასიხარულოა ეს ამბავი. კი, ეს ამბავი არის სასიხარულო და ეს ამბავი მართლაც დაგეხმარებათ აქ ფინანსებში. რჩევა მეორე პოზიციას აქ. მიიღოს შანსი. ხო, ანუ ყურადღებით იყავით და ეს შესაძლებლობა გამოიყენეთ დაკვირვებულად, ხო? ეს თანხა მაგალითად არ გაფლანგოთ, არამედ რაღაც გეგმა იქონიათ, რას დახარჯავთ რისთვის, რანაირად და ისე დახარჯეთ, რომ შემდგომში კიდევ დაგიბრუნდეთ რაღაც კაპიტალი ამ თანხიდან, ხო, ჩადოთ ეს თანხა მაგალითად რამეში დააბანდოთ, ხო, ან რაღაც შექმნათ ამ თანხით. ну, აქ თანხასაც გააჩნია და ისე აქ თანხის რაოდენობა როგორია? მშვენიერი რაოდენობაა. ისეთია, რაც თქვენ ძალიან გაგახარებთ და დაგეხმარებათ, ხო, ვისაც ოჯახი ყავს, მის ოჯახის წევრებსაც დაეხმარება, შვილებსაც დაეხმარება, ხო, შესაძლოა რაღაც უკიდოთ კიდევ თქვენ შვილებს, ვისაც შვილები ყავს აქ. საჩუქრები გაიკეთოთ ან გაუკეთოთ საყვარელ ადამიანებს. ხო, აქ ესეთი მეორე პოზიციისთვის საკმაოდ გამახარებელი თანხებთან გვაქვს საუბარი, რაც ასევე რაღაც ისეთ სიტუაციებიდანაც გამოგიყვანთ, მძიმე სიტუაციებთან, ხო? ასეთი აქ მეორე პოზიცია, მადლობა მეორე პოზიციას, აუცილებლად დავაიქეთ და დააკომენტარეთ ეს ვიდეო, თუ გსურთ რომ ინდივიდუალურ ტარო სესიაზე მოხვიდეთ ჩემთან, შემეხმარებით ჩემი ნომერი ამ ვიდეოს ქვემოთაა, ჩაწერა ხდება წინასწარ. ასევე ბედის მატრიცებთანაც დაკავშირებითაც ამავე ნომერზე შეგიძლიათ შემოხვიდეთ ან Instagram გვერდზე. ну, რა გავაკეთო ჯერჯერობით ასე მატერიალური სიტუაციებით მივდივართ. ჯერ ისეთი რაღაც ღრმა საინტერესო თემა არ ამოსულა. სულ ფული და ფულია დღეს. ну, ეგეც საჭირო არა, ჩვენ სამყაროში ეგეც გვჭირდება ბუნებრივია. კარგი. ნახოთ ახლა მესამე პოზიცია. მესამე პოზიცია ვინც ახლა შემოგვერთა. გადავწიოთ ასე. ნახოთ აბა მესამე პოზიციასთან რომელი სფერო გააქტიურდება, რომელ სფეროში იქნება ენერგიის გამოღვიძება.
რომელ სფეროში. ჩამოვთვლი სფეროებს და მაღალი არკანით ჩვენეთ რომელი სფერო იქნება. სასიყვარულო, ჯანმრთელობა, ფიზიკური, მენტალური, თვითგანვითარება, კარიერა, ფინანსები, რუტინა თუ ყველა სფერო ერთად. სასიყვარულო არა, ჯანმრთელობა, კი, ჯანმრთელობა არის აქ, თვითგანვითარება, კარიერა, ფინანსები აქ კარგად არის ხოთ შორის, რუტინა თუ ყველა სფერო ერთად. სამი სფერო შესაძლოა იყოს. აქ ორი სფერო განვიხილოთ თუ სამი. ორიც, აქ სამიც შესაძლოა იყოს, სამი სფეროც შესაძლოა იყოს აქ. კარგი, ჯანმრთელობა, ესე იგი არის აქ. კი, აქ არის ფიზიკური, მენტალური ჯანმრთელობა, უეჭველი არის. თვითგანვითარება გვაქვს, ახლა ცოტა კრიზისი არა. ფინანსები გვაქვს, ფინანსები კი, არა. არის, მაგრამ იმდენი არ არის, ალბათ რამდენიც უნდა მესამე პოზიციას. რუტინა კი, რუტინაც კი. კაი, ორი სფერო განვიხილოთ. აქ. ორი სფერო იყოს. ორი სფერო იყოს. და ეს გვაქვს ჯანმრთელობა და რუტინა. ჯანმრთელობა, ხო? ჯანმრთელობაში რა ცვლილება არის აქ? რატომ ამოვიდა ჯანმრთელობაზე დევლის არკანი და რა ისეთი გამოღვიძება იქნება ენერგეტიკული მესამე პოზიციის ჯანმრთელობის სფეროში? აქ მესამე პოზიციას თუ ქონდა პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ან ახლაც ვინც განიცდის ხოლმე ერთი სიტყვა თუ აქტუალურია თქვენი ჯანმრთელობის თემა, გინდ მენტალური, გინდ ფიზიკური, გინდ ორივე ერთად, ხო? ეს გამოსწორდება აქ. თან საკმაოდ რთული იყო ეს ჯანმრთელობის საკითხი მესამე პოზიციისთვის, ხო? ვიღაცა შესაძლოა ფიზიკურ დონეზე ქონდა სირთულეები და საერთოდ ვერ გრძნობდა თავს, ძალას ვერ გრძნობდა. ვიღაცას კიდე მენტალურ დონეზე ძალიან ტურბულენტური ეპიზოდების შემდეგ გავრთულდა აღდგენა და რაღაც ქაოსურ მდგომარეობაში იმყოფებოდა მისი შინაგანი სამყარო, ხო? ვიღაცას ორივე ასპექტი ეს ერთად ქონდა. და ზუსტად აქედან გამოსვლა არის და ბევრად გაუმჯობესება თქვენი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის. რატომ ხდება, ხო, ეს? რატომ ხდება ასეთი გაუმჯობესება, ხო? იმიტომ რომ მოჭამა ამ სიტუაციამ თავისი რაღაც ლოგიკურ დასრულებამდე მიდის ეს ამბავი აქ, ხო, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ტრანსფორმაცია არის, რომელიც სრულდება ახლა მესამე პოზიციის ცხოვრებაში ამ სფეროში და всё, რა, მესამე პოზიციას აღარ მიაჩნია ეს თემა ისეთი, რომ თუდათ ვარ რაღაცა როგორ თქვა, თვითონ მესამე პოზიცია გადახედავს ამას, ხო? თვითონ მესამე პოზიცია აქ რაღაცნაირად გადახედავს ამ საკითხს და იტყვის, რომ არა. აღარ მინდა მე ეს ასე. აქ ძალიან დიდი, ესე იგი აქ დიდი ტრანსფორმაცია. კი, რომელიც ხანგრძლივად მიმდინარეობს აქ. აქ ესე იგი ეს ტრანსფორმაცია დასრულდება. კი ბატონო, აქ როგორც იქნა ეს ტურბულენცია დასრულდება და მესამე პოზიცია გადავა ისეთ ენერგიებში, რომ მხნეთ, გამოფხიზლებულად, ენერგეტიკულად გამოფხიზლებულად იგრძნობს თავს. პოზიტიურად, ენერგიულად, მიმზიდველად, სექსუალურად, ხო? რა პრობლემაც არ უნდა ყოფილიყო აქ, ის კიდევ მეორე მენტალური თუ ფიზიკური, ეს ყველაფერი აქ სრულდება და თვითონ მესამე პოზიცია ეხმარება აქ ამ სიტუაციებს. ხო, ვიღაცას შესაძლოა აქ ჰქონდა რაღაც ისეთი პრობლემები და უმკლავდებოდა ამას მესამე პოზიცია და როგორც იქნა ახლა ამას საბოლოოდ დაამარცხებს მესამე პოზიცია. კარგი. მართლა სასიხარულოა ეს. ესე იგი აქ იყო ჯანმრთელობა და რუტინა. რუტინა, ხო? რუტინულ სფეროში რა ხდება აქ რუტინაში? რა არის აქ ყოველდღიურობაში, მესამე პოზიციის ყოველდღიურობაში რა ესეთი თემა? სასიხარულო თემა, King of
რაღაც სიტუაცია თუ ვიღაცა ეს არის ვიღაც აქ ვიღაცა არის თქვენ ყოველდღიურ რაღაც სიტუაციაში ვიღაცის გამოჩენა ხო შეიძლება ეს იყოს ახლო მეგობარი ან ისეთი ნათესავი ვინც დიდი ხანია არ ვინახიათ ну არ ვიცი ეს სხვათა შორის შეიძლება არ ვიცი ვიღაცას ნათესავს ბავშვი გავიშთეს ანუ რაღაცა ასეთი თემა შეიძლება იყოს აქ იმიტომ რომ აი ეს არ არის რომანტიკული თემა ხო ხაზი მინდა გავუსვა ეს არის ისეთი სასიხარულო რაც გაგახარებთ მაგრამ ეს არ ეხება თქვენს რომანტიკულ ასპექტს ეს უფრო ეხება რაღაც ისეც აი მეგობრის გახარება რომ მეგობარი რო გაგიხარდება ან ახალი ოჯახის წევრი რო გაგიხარდება ხო ან ნათესავის ნახვა რო გაგიხარდება რომელთანაც ძალიან კაი ურთიერთობა გაქვთ და ხანგრძლივად არ გინახავს ხო აი რაღაცა ასეთი ამბავი აქვს რაც გააფერადებს თქვენს ყოველდღიურობას და გაგახარებთ კარგი რას მოუტანს ეს სიტუაცია მესამე პერიოდს სამართლიანობას და საკუთარ თავში დარწმუნებულობას პრობლემების გადაჭრას და ნუ საერთოდ იმას რომ ძალიან კმაყოფილად იგრძნობთ თავს რომ აი ასე არის როგორც მე მინდოდა მაგრამ მე მაინტერესებს აქ ის ესე იგი აქ ენერგიის გამოხოცება ხდება იმიტომ რომ აქ ვიღაც პიროვნება ახარებს მესამე პოზიციას რუტინაში თუ რაღაც სიტუაცია ესეთ სიტუაცია თქვენ ოჯახთან დაკავშირებით არის აქ სიტუაცია, რომელიც იქნება ძალიან სასიხარულო თქვენთვის, ხო? აქ ოჯახის წევრებსაც არის, რა თქმა უნდა. აქ სასიამოვნო სასიხარულო ამბავია, თუ რაღაც მოვლენა. უფრო მაინც მოვლენაა. უფრო მაინც ისეთი მოვლენაა, რომ რაღაც მოხდება, ან ვიღაცა გეტყვით, ამბავზე მაინც ისეთია, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ აქ ისეთი მოვლენაა, აი რაღაცას შეიტყობთ აქ, თქვენ ოჯახთან დაკავშირებით, ხო? რაც ძალიან გაგახარებთ. აქ არის ამაზე საუბარი. ნუ კარგი რჩევა, ხო, რჩევა. მანერა რჩევა გაიხსენით ამ სასიხარულო ამბებს. აი ძალიან სწრაფად ეს ამბავი მოხდება და აქ არ არის ერთი, არამედ რამოდენიმე შესაძლოა რაღაც სასიხარულო იყოს თქვენს ყოველდღიურ რუტინულ საკითხებში, ხო, ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასე რომ მოემზადეთ ეს სასიხარულო ამბები მოკრის თქვენთან. განეწყვეთ ხო ამისთვის. ну მესამე პოზიციას მადლობა გააფერადა წინა ორი პოზიცია რადგანაც მარტო ფინანსებზე იყო ძირითადად საუბარი და ისეთ მატერიალურ საკითხებზე და აქ უფრო მეტად საინტერესო იყო გაშლის გაკეთება რადგანაც უფრო მეტნაკლებად სინქრონიზებულად გამოვიდა განსაკუთრებით ჯანმრთელობის საკითხი. მადლობა ყველას ვინც მოისმინა და უყურა ამ გაშლას აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო და დატოვეთ კომენტარი ვისაც არ გამოგიწერიათ ჯერ ჩემი ახალი აუცილებლად გამოიწერეთ, იმიტომ რომ წინ ბევრი გათამაშებები, ბევრი ლაივი და ბევრი საინტერესო გაშლა გველის, ასევე ვისაც გსურთ თქვენი ბედის მატრიცის ნახვა, ინტერპრეტირება, ახსნა, გაგება გელოდებით კონსულტაციაზე და ასევე ანალოგიურად ტარო სესიაზე, ვისაც უნდა მოხვედრა, კონტაქტები მითითებულია ამ ვიდეოს ქვემოთ და შეგიძლიათ შემეხმიანოთ და ჩაიწეროთ. წარმატებებს გისურვებთ ყველას და დრო